რა ხდება შენ ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი ახლა? ალბათ ის რომ ჩემი თავის პოვნის პროცესში ვარ. მაგით რას გულისხმობ? იმას რომ ჯერ არ მიპოვნია ის ერთი რამ, რის კეთებაც მინდა ცხოვრების ბოლომდე. და ასეთი სტერეოტიპია ზოგადად, რომ აი მე 12 კლასს რო დაამთავრებ, თითქოს ეგრევე უნდა იპოვო რაღაც რის კეთებაც გინდა, იმაგათად უნივერსიტეტში რო ვაპარებ რაღაც ფაკულტეტზე, თითქოს იცი რის კეთებაც გინდა, მაგრამ მგონია რომ ეგ არის არასწორი მიდგომა, იმიტომ რომ 18 წლის ვარ, სკოლას დავამთავრე, მაგრამ ჯერ არ ვიცი რის კეთება მინდა. და რატომ გონია რომ გჭირდება მაგ ერთი რაღაცის პოვნა? ეგეთი შთაბეჭდება მაქვს, რომ ყველა მეცის რა უნდა გააკეთოს და მე არ ვიცი და გამოკიდებული ვარ ძალიან ბევრგან. ძალიან ბევრი რაღაც მაინტერესებს და საბოლოოდ გამოდის ისე, რომ თითქოს არაფერი არ მაინტერესებს. და შენ არ ფიქრობ რომ შენ რო ბევრ რაღაცას აკეთებ ზუსტად ეგ არის შენი რაღაც? ანუ სხვადასხვა მიფიქრია მაგაზე, მაგრამ მაინც ძებნის პროცესში ვარ. აი რაღაც საქმე ხო არის, რაც ძალიან განთებს ადამიანს. ეგეთი რაღაც ჯერ არ მიპოვნია. მე მგონი ძებნის პროცესი არის მთელი აზრი. ჩემი აზრითაც სხვადასხვა და ამას ადრე ვერ ვიაზრებდი, ახლა უფრო გავიაზრე და სიამოვნებს ახლა ეგ ძებნის პროცესი ძალიან, რომ შეგიძლია ბევრი რაღაც ცადო, იქაც ცადო, შენი თავი აქაც ცადო და რაც დაგაინტერესებს, ან იქ გაჩერდე, ან შეიძლება არც გაჩერდე და მე მგონი არასდროს არ უნდა გაჩერდე. ანუ ხო, ახლა რავი, ვიდეოებს ვაკეთებ, მაგრამ 50 წლის ასაკში შეიძლება, ანუ კაცმა არ იცის სად ვიქნები. ხო. და ეგეც ნორმალურია. ალბათ, ხო? მე მგონი that's the point. That's the point. მადლობა! Great.